ბეთანიის მონასტერი უკვე არსებობდა მე-11 საუკუნეში, რომელიც ორბელიანთა საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი სავარაუდოდ მე-12 საუკუნის დასასრულს და მე-13 საუკუნის დასაწყისში აიგო იმ ადგილას, სადაც მე-11 საუკუნეების პატარა აგურის ეკლესია იდგა. 1196 წელს იოანე ორბელიანის მეუღლემ რუსუდანმა მთავარი ტაძრის გვერდით მცირე ზომის წმინდა გიორგის ეკლესია ააგო. მე-13 საუკუნიდან მონასტერი უკვე სამეფო კუთვნილებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ ისტორიული ცნობები ამ მონასტრის შესახებ ძალზედ მწირია, თუმცა შემორჩენილი ფრესკები, ჩუქურთმები და წარწერები იმას გვაუწყებენ, რომ ბეთანიის მონასტერი თავის დროზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. გადმოცემით თავიდან მონასტრის აშენება მდინარის გადაღმა ერთ მაღალ მთაზე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ როდესაც სამშენებლო მასალები აზიდეს მთაზე, მეორე დღეს აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ მასალები მდინარე ვერეს ხეობაში ერთად დაწყობილი იპოვეს. ეს სასწაული ღვთის განგებას მიაწერეს და გადაწყვიტეს, ზუსტად იმ ადგილას აეშენებინათ ტაძარი.